და მოკლე განცხადება გავაკეთო და გაგიზიაროთ კადრები იმ შემთხვევიდან, რომელსაც დღეს შევესწარი. ეს იყო ძალიან სამწუხარო შემთხვევა და მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ განხორციელდა თავდასხმა კივი კაფეზე, რომელზეც ჩვენმა კოლეგებმა ვრცლად ისაუბრეს წინა დღეების მანძილზე და მე ყველანაირად ვცდილობ ამ შემთხვევის შემდეგ მხარი დავუჭირო ამ სივრცეს, თავისუფალ სივრცეს, რომელიც მხარს უჭერს ყველანაირად თანასწორობას, ვეგანიზმს, ასევე მრავალფეროვნებას, რაც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ჩვენი კულტურის განვითარებისთვის. დღეს ვიმყოფებოდი ამ კაფეში და შევესწარი კიდევ ერთ ძალიან სამწუხარო თავდასხმას დავარქმევდი ამას პირდაპირ. ორი ადამიანი, შავებში ჩაცმული ადამიანები, რომლებიც ჟურნალისტებად ასაღებდნენ თავს, შემოიჭრენ კაფეში. აი ჩვენ ვხედავთ ახლა ჩემი მიერ გადაღებულ კადრებს და ცდილობდნენ მაპროვოცირებელი, ძალიან აგრესიული ფორმით მოეთხოვათ პასუხები წინა თავდასხმასთან დაკავშირებით კაფეს თანამშრომლებისგან. მე მთელი დღე ვიმყოფებოდი ამ კაფეში და ვნახე, რომ ჟურნალისტებთან ურთიერთობაზე უარს ეს ადამიანები არ აცხადებდნენ და პირიქით ყველა ჟურნალისტს უყვებოდნენ წინა შემთხვევის შესახებ, თუმცა ძალიან გასაგები იყო, რომ ეს ორი ადამიანი არ წარმოადგენდა არც ერთი საინფორმაციო დაწესებულების თანამშრომელი არ იყო და ჟურნალისტებთან ურთიერთობაზე, ამ ადამიანებთან ურთიერთობაზე კაფეს თანამშრომლებმა უარი განაცხადეს, თუმცა გრძელდებოდა ეს ძალიან აგრესიული მოთხოვნა, ეს თავდასხმა იყო, რომელმაც დაარღვია კაფეს სიმყუდროვე და ყველა ადამიანი საბოლოო ჯამში გამოვიდა გარეთ პოლიციის მოლოდინში. და ისიც აღსანიშნავია, რომ დღეს გახლავთ პოლიციის პროფესიული დღე და სამწუხაროდ ნამდვილად ვერ ვიგრძენი თავი დაცულად ამ სივრცეში. თუ ადგილი არ აქვს ფიზიკურ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას, როგორც მოგეხსენებათ, პოლიციას არ აქვს შესაძლებლობა და ის უძლურია, რომ რაიმე გადამჭრელი ზომები მიიღოს მოქალაქეების დასაცავად და მინდა გამოვთქვა ჩემი გულის ტკივილი ზოგადად იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენს ქვეყანაში კიდევ არსებობენ ესეთი ადამიანები, რომლებსაც ეშინიათ, მე პირდაპირ ვიტყოდი მრავალფეროვნების, თავისუფალი აზროვნების, ასეთი სივრცეების და მოვუწოდა მათ, რომ თავი შეიკავონ ყველანაირი ძალადობისგან, რაც შეეხება პოლიციას. ჩემი იმედი არის, რომ პოლიცია ყველა იმ ინსტრუმენტს გამოიყენებს, რომელიც მის ხელთ არსებობს, რომ დაიცვას ეს კაფე, მისი თანამშრომლები და ასევე ამ კაფეს სტუმრები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ასეთი სივრცეების არსებობა.